გადავიდეთ ჩვენი შემდეგი თემა და პირველი ქართველი ქალი, რომელიც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მისი გამარჯვება არ მხოლოდ ეტავი პირადი მიღწევა, არამედ ქართული სპორტისთვის ისტორიული მოვლენაცა ლაშა დამუთანხმდა. ბევრი გოგონასათვის, ვისაც სპორტში წარმატების მიღწევა სურს, ეთერლი პარტელიანი მაგალითი და შთაგონება გახდა. სამშენებლო კომპანია MVP ჯგუფმა გადაწყვიტა ეთოსთვის საჩუქარი გაეკეთებინა და ქობულეთში კომპანიის ერთ-ერთი კორპუსის ატლანტისის ბინეთს გადაეცა. ეთერლი პარტელიანი და კომპანია MVP ჯგუფის გაყიდვების დირექტორი ნიკა კალანდია ახლა შუა დღეს სტუმრები არიან და წამოდი მიესალმოთ. როგორ შეიძლება ეთოს არ მივესალმო და ნიკას რომელმაც ამისთანა დაფასება ამ ძალიანად ამ კომპანიამ ასეთი დაფასება გამოხატა ეთოს მიმართ. ნიკა მოგესალმებით. ქალბატონო ეთერ მოგესალმებით. ჩემთვის უკვე ლეგენდა და ყოველთვის აღნიშნავს, სხვათაშორის წინა გადაცემებში აღნიშნე, გილოცავ რა თქმა უნდა იმ ბრწყინვალე გამარჯვებას, რომელსაც ჩვენ გაახარე გულშემატკივარი და ან ერთი რამ უნდა თქვა, ხა ეთოს კარიერა ძალიან დიდი ხანია, თვალს ვადევნე ბუნებრივია ჩვენ პროფესიიდან გამომდინარე და მე ეთერლი პარტელიანი ასეთ ფიზიკურ კონდიციებში და ასეთ ფორმაში არასოდეს მინახავს. ტყუი? არა. ხო მართლა ესე, ხო იყავ, ხო ყველა ტურნი, ოლიმპიადა რა ყოფილიყო, ხო იმასაც მოიგე. მიყოლებით აი ეს, იმიტომ ძალიან მაგარ ფორმაში იყო და საოცარი შედეგი დადო და ნამდვილად გვასახელე და ვამაყობთ შენით. ნამდვილად და მოდი ნიკას ვკითხოთ. ხო. საჩუქრის შესახებ, ამ სურპრიზის შესახებ, რატომ როგორ გადაწყვიტეთ ეს? დიახ, ძალიან სასიამოვნო იყო ყველასთვის ჩვენ ჯგუფში, MVP ჯგუფში. ეთოსის წარმატება და რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს წარმატება არის. ჩვენ გვჯერა სპორტის MVP ჯგუფს და შესაბამისად იმ მოტივაციის, რაც ეთო მიცა ჩვენ ქართულ ახალგაზრდა და სპორტსმენებს მომავალ თაობას. ამიტომ ჩვენ ჯგუფში გადავწყვიტეთ, რომ ქობულეთში ჩვენ შენებარე კორპუსში, კომპლექსში გადაგვეცა ერთ-ერთი ბინა საჩუქრად, რათა კონდეს ეთოს მომავალში უფრო მეტი მოტივაცია და ჩვენგან მხარდაჭერას უცხადებთ ძალიან დიდს. და კარგად და კომფორტულად დაისვენოს მოახლოებული შეჯიბრებების წინ. კი ბატონო, ძალიან კარგ ლოკაციაზე მდებარეობს ჩვენი კომპლექსი, ზღვიდან 100 მეტრში. ბოლო სართულზე განთავსებული იქნება საცურაო აუზი, რესტორანი, ხედები ზღვისკენ და მთის მიმართულებით და შეგიძლიათ დადგმეთ ჩვენი მაცხოვრებლები და ჩვენი მომხმარებელი მომავალში ცხოვრებით ჩვენ კომპლექსში. კი ბატონო, ამ თემებზე აუცილებლად ვისაუბრებ და ეთოსაც ვკითხავ, რა საკვირველია, იმიტომ რომ ზოგადად მინდა მცირე გადახვევა გავაკეთო ბოლო პერიოდში და რაც ძალიან მაგარია, ანუკა, წარმატებულ ქართულ სპორტსმენებს სახელმწიფო თავისთავად გვერდში უდგას და გვერდში დაუდგა კერძო სექტორი, იმიტომ რომ ის რაც ამ შემთხვევაში თქვენმა გუნდმა გააკეთა ეთოს მიმართ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხატულება ყურადღების დაფასების და მადლიერების და ეს უნდა იყოს სამაგალითო ნებისმიერი სხვა კომპანიისთვის, არა მარტო ეთოსთან მიმართებაში, სპორტსმენების მიმართებაში, მაგრამ მე მაინტერესებს როგორ წამოვიდა ეს იდეა, რომ თქვენ გაგეხოთ ეს საჩუქარი და გადაგეცათ ეთოსთვის. კი ბატონო. ჩვენ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ჩვენი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე, ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ძალიან წარმატებული და ეს იდეა წამოვიდა მისგან, რომ გადაგვეცა ერთ-ერთი ბინა ჩვენ კომპლექსში ეთოსთვის. ყველა შემდგომში ერთობლივი გადაწყვეტილებით, მხარდაჭერით ჯანოს იდეაზე გადავწყვიტეთ ეს ამბავი და გადავცემთ ეთოს ჩვენ საცხოვრებელ კომპლექსში ერთ-ერთ ბინას და უსურვებთ წარმატებებს მომავალ ასპარეზობებში. კი ბატონო, ჯანო კრეატიულობით გამოირჩეოდა მოედანზეც და კრეატიულობით გამოირჩეოდა ცხოვრებაშიც და ხო, მე ვკითხავ ჯანოსთან დაკავშირებით, სადაც ჯანო იქ ფეხბურთიც უნდა იყოს და სავარაუდოდ იქ იქნება. ეთო, რას ნიშნავდა შენთვის ეს ყველაფერი? მოგესალმებით, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ეგ პირადად ჩემთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ მოტივაციას მომცემს და არა მარტო მე მომავალ თაობას მიხარია, რომ ჩემ შედეგებზე მოდიან მომავალი თაობა და ესეც ძალიან დიდი მოტივაცია იქნება. მინდა მადლობა გადაუხადო MVP ჯგუფს და მის დამფუძნებელს ბატონ ჯანოს. ისე ქობულეთთან როგორი დამოკიდებული? ძალიან მომწონს სხვა და ძალიან კარგად დავისვენებ, რა თქმა უნდა, შეჯიბრებების შემდეგ.
გადასარევი. და როდისთვის დასრულდება? 2027 წლის ივნისში იგეგმება დასრულება. შემდგომში გადავცემ. ეხლა უკვე ოფიციალურად გავუფორმებთ თავის საჩუქარს ჩვენგანაც გადავიცით და 2007 წელს უკვე შეძლებს სარგებლობას აღნიშნული ბინით. კი ბატონო. ეს თქვენ როგორც ხედავ, აი შეგიძლიათ უკვე აქ არის ყველაფერი? აქ არის დოკუმენტი ბინის. ანუ ჩვენ შეგვიძლია ეხლა გავხდეთ იმის მოწმეები, როგორ გადაეცემა კი ბატონო, შემდგომში ერთხელ მოგვიწევს უბრალოდ ხელის მოსაწერად მისვლა იუსტიციაში, მეტი არაფერი. კი ბატონო, მაშინ ეს თბილი ლუკმა შემოვინახოთ ბოლოსკენ და ეთო შემინდა კითხო მე შეგნებულად ხაზი გავუსვით დაფასებასთან დაკავშირებით სპორტსმენების, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში იყო ისეთი პერიოდი, როდესაც სპორტსმენები ყველაფერს დებდნენ. იმაში რომ წარმატებისთვის მიეღწიათ აღწევდნენ, მაგრამ შესაბამისად ყურადღება იყო ძალიან მცირე. მე დღეს ეს რადიკალურად შეცვლილია და მე მაინტერესებს ზოგადად არა მარტო ეთოლი პარტელიანის ამ შემთხვევაში, ზოგადად სპორტსმენებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ამ გვერდში დგომას გრძნობთ. გარდა იმისა, რომ ეს თქვენთვის ტიმებია. მადლობა ღმერთს დღესდღეობით გვიფასდება ეს ყველაფერი სპორტსმენებს, როგორც სახელმწიფოსგან, ასე კერძო პირებისგან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი мотиваცია არის კიდევ ერთხელ აღნიშნავ ეს, როდესაც იცი რომ გაიმარჯვებ, გახდები ჩემპიონი და შენს ქვეყანაში დაგიფასდება ეს ყველაფერი, ვფიქრობ რომ ანუ ბევრ ადამიანს და ბევრ სპორტსმენს მიეცემა мотиваცია რომ დაიწყოს სპორტზე სიარული, დაკავდეს ამ სპორტით და შემდეგ როდესაც წარმატებას მიაღწევს, ეცოდინება ის რომ აუცილებლად დაუფასდება. ეთო სულ ცოტა ხანი გავიდა ბუდაპეშტის ისტორიული წარმატებიდან თქვენ და შეიცვალა თქვენი ცხოვრება? რა თქმა უნდა, უფრო დიდი мотиваცია მომეცა, მინდა რომ კიდევ გავაუმჯობესო ჩემი შედეგები და მომავალ წელს გვაქვს ისევ ევროპა მსოფლიო, შევეცდები რომ ჩემი ტიტული დავიცვა და გავხდე რა თქმა უნდა ისევ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ხო, გაუმჯობესება რამდენიმე წელიწადში ოკეანის გადაღმა რო გადავალთ. აი ამ ფორმაში თუ შეხვდები, მე არ მეგულება დედამიწაზე არავინ ვინჩენ ოლიმპიადაზე. და ოლიმპიური ჩემპიონობა მაკლია და შევეცდები მოვიდო ეს ნანატრი ოქროს მედალიც და 2028-ში. 28-ში, ლოს-ანჯელესში. და იქ უნდა ჩავიდეს ისე რომ მოიგოს აუცილებლად. ამ დროს ვინაც დასრულებული იქნება დაბრუნდება ოქროს მედლით შემოდაისვა. რაგინა პროექტსაც პირდებით მაგ დროისთვის სავარაუდოდ ახალი საჩუქარი რომელიც თქვა ამ შემთხვევაში ჯანოსიდია იყო და წამოვიდა და თქვენს ერთხმად ეჭვიც არ მეპარება რომ ვიღაცა იქ წინააღმდეგი წავიდოდა ამ წამოწყების მიმართ. არა როგორ გიგებდა. ხო, ანუ ესეც გარკვეულწილად თქვენი კომპანიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის დადებითი კუთხით მეტყველებს და მინდა კითხო, ეთო ვთქვათ რახან ჯანვარის ჩართული ამ ყველაფერში და ჯანოს ინიციატივა იყო, ზოგადად თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აი ამ საცხოვრებელ კორპუსში იქნება ისეთი კომპლექსში იქნება იცხოვრებს ისეთი ადამიანი, როგორც ეთოლი პარტელიანი და მისი ოჯახი. ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და თვითონ მაცხოვრებლებისთვისაც ვინც არიან ჩვენ კომპლექსში ვინც იცხოვრებს, მაგათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა და ეს არ იქნება მხოლოდ ერთი შემდგომში კიდე ბევრი კარგი სპორტსმენი ყავს და შემდგომშიც ვაპირებთ კაი საქმეების კეთებას, იმის გარდა რომ ვაშენებთ ხარისხიანად და კარგ რაღაცას, რაც ყველასთვის ჩვენი მომხმარებლისთვის და ჩვენი მაცხოვრებლისთვის და ჩვენი დამსვენებლისთვის, იმიტომ რომ ჩვენი კომპლექსი მრავალფუნქციურია და მარტო საცხოვრებელი კომპლექსი არ არის. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომხმარებლის კომფორტს და შეუქმნათ ის კომფორტული გარემო, რომ ყველა მიცხოვროს ისე გემრიელად და ისე რომ ისიამოვნონ ჩვენი კომპლექსით მაქსიმალურად. მსგავსი აქციის გაგრძელებას აპირებთ როგორც? რა თქმა უნდა. როგორც შესაძლებლობა გვაქვს. ჟურნალისტებზე არ გეკნათ. კარგი იყო. ხუმრობ, რა თქმა უნდა, ჯანო თუ გიყურებ ხუმრობი. ეს მე და ჯანო ძალიან დიდი ხნის მეგობრობა. შესაბამისად და კიდე გვაქვს დრო და მინდა კითხო რახან თქვი ამაზე აუცილებლად მე ვიცი რომ თუ სწორად ვიცი ეს არის ის უბანი სადაც ჯანო გაიზარდა ჯანო ზოგადად ქობულეთში დაბადებული გაზრდილია და შესაბამისად მისთვის ქობულეთს ეს რაღაც მარკეტინგული და სარეკლამო დატვირთვა თუ არა აქვს აბსოლუტურად სხვა სენტიმენტები აქვს და ვიცი რომ იქვე არის სტადიონი რამდენადაც მე ვიცი იმიტომაც თქვი სადაც ჯანო ეგ ფეხბურთიც უნდა იყოს კი ამ სტადიონის რეკონსტრუქციასაც ვაპირებთ რომ უფრო ესეთი
უფრო კარგი და კომფორტული იყოს იქ ახალგაზრდებისთვის ფეხბურთის თამაში. და ასევე ჯანელზე ვიტყვი რომ ჯანელს იდეა იყო რა თქმა უნდა ამ ტერიტორიაზე რომ აგვიშენებინა და რა თქმა უნდა ხარისხი იყო ყველაზე მთავარი როგორც თქვენ აღნიშნეთ რომ იქ არის გაზრდილი ყველა იცნობს ყველა მეგობარია და ნათესავი და მისთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს წარმატებული და წარმატებულმა ხალხმა იცხოვროს. ეჭვს არ მეპარება რომ ხარისხიანი იქნება ნიკა გამომდინარე იქიდან რომ ჯერ ესეც ჯანოა მეორე თქვენი კომპანია ეთოა და შესაბამისად ძალიან დიდი კონკურენცია გაქვთ მაგ მიმართულებაში და სხვანაირად არც გამოვა, არ გექნებათ ხარისხი, არ გექნებათ, არ გეყოლებათ ეთოსნაირი ადამიანები და ეს იქნება. მოდი ჩვენ შეგვიძლია ეხლა აქვე სტუდიაში პირდაპირ ეთერში, შუადღის პირდაპირ ეთერში ვნახოთ როგორ გადაცემთ თქვენ. კი ბატონო, აქ არის დოკუმენტი ბინის და ჩვენი რეკლამა და ო რაღაცა მუსიკა მინდა ეთოს გადავცენ და წარმატებები უსურვო გავაფუჭებ და წარმატებები უსურვებ მოვალ ასპარეზობებში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ აი ამ საქმისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სპორტსმენების სტიმულირებისთვის. ეთოს ურმესი მადლობა რა თქმა უნდა და თუ გაქვს ამის საქმენი სიამოვნებით მომდის. დიდი მადლობა MVP ჯგუფს, მის დამფუძნებელს ბატონ ჯანოს და მის გუნდს რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო იყო ეს საჩუქარი ჩემთვის და შევეცდები რომ მომავალში კიდევ გორჯერ გაგახართ.